ნუ ეს ბრძოლის რაღაც ნაწილია, ნახევარი. მე საბოლოო სიტყვის დროს ვთქვი, რომ მე შევეჩეხე დიდ სახელმწიფო, ძლავ სახელმწიფო მანქანას და ასევე ვთქვი, რომ ამასვე შეეხებოდა სასამართლოც. ნუ კარგია, რომ კვალიფიკაციის შეცვლა მოხდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ დაველოდებით საბოლოო წერილობით. რაც გვეტყვის სასამართლო და ამის მერე რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, იმიტომ რომ ამ საქმეში ჩემი დანაშაული აბსოლუტურად არ იკვეთება და ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ დავუმტკიცოთ ეს უკვე სააპელაციო სასამართლოში. ბრძოლას აპირებს პროკურატურაც, ბატონ თემურ, არ ვიცი, მოისმენდით დღეს მათაც თქვეს, რომ ისინი გაასაჩივრებენ ამ გადაწყვეტილებას, რა მოლოდინი გაქვთ, როგორ ფიქრობთ, ხა ამ ხელისუფლების პირობებში ნებისმიერი ინსტანციის სასამართლო ვიცით, რამდენად დამოუკიდებელია, ხომ? აი თქვენი მოლოდინი როგორია, შეიძლება რამე შეიცვალოს, როგორ გონიათ? გეტყვით თვითონ პირველად რაც მოვისმინე უკვე პროკურორებისგან აქ ლაპარაკი იყო უკანონო განკარგულებაზე. ზოგადად ეხა პრეზიდენტის უკანონო განკარგულება, ანუ ის რომ უკანონოა, შეიძლება დაადგინოს მხოლოდ უზენაესმა საკონსტიტუციო სასამართლომ მაშინდელი მოწყობით. ამიტომ ჩემს გაუგებარია საერთოდ ვინ ლაპარაკობს ამაზე. პროკურორს არ შეუძლია შეაფასოს მოცემულ შემთხვევაში პრეზიდენტის განკარგულება. შესაბამისად, არც მე და არც მას არ ქონდა ესეთი დასკვნის გაკეთების საშუალება. ამიტომ ნახავთ მაგენ რა არგუმენტებსაც მოიყვანენ და შესაბამისად ვიმოქმედებთ. მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში სიმართლე გაიმარჯვებს და მე დავადგენ და სასამართლო დაადგენს, რომ ჩემს მოქმედებაში დანაშაულის ნიშნები არ იყო. აი თქვენც აღნიშნეთ ბატონ თემურ, რომ ბრძანების შესრულება არ შესრულებაზე არის რეალურად, ხო? აქ განაჩენი აი ამ კუთხით დადგა. ანუ რა გამოვიდა, რა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ესე იგი პრეზიდენტის ბრძანება არ უნდა შესრულდეს, ბრძანების რევიზია უნდა მოხდეს. რა პრეცედენტია ზოგადად ეს? აი რას გამოიწვევს თუნდაც ასეთი პრაქტიკა, რომელსაც ამკვიდრებს ახლა ქართული ოცნება და შემდეგ კითხავთ კიდევ რაღაც მაინტერესებს ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. ნუ მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ამ პრაქტიკის დანერგვა ვერ მოხერხდება იმ ელემენტარული მიზეზის გამო, რომ თქვათ მოცემულ შემთხვევაში თუ უკანონოა ეს განკარგულება, შესაბამისად ეს განკარგულება უკანონო იქნებოდა, ვთქვათ, ფინანსთა სამინისტროსთვის, ხო? ნუ სამწუხაროდ ბატონი ნოდარი ხადური არ არის დღეს ცოცხალი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ესე გამოდის, რომ მაგ პერიოდშიც ფინანსთა სამინისტრომ და მინისტრმაც დაარღვია კანონი, ხო? და გადავხედოთ, თქვათ, ამ განკარგულების მიღების წესს. აბსოლუტურად რევიზია ქონდა, უშუალოდ საბჭო მოვლილი, პრეზიდენტის ადმინისტრაცია, როგორ შეიძლება ვთქვათ, მე ან სხვა შეეფასებია მისი უკანონობა, მით უმეტეს დღეს, დღევანდელი გადმოსახედიდან, როცა 11 წლის განმავლობაში პროკურატურას არაფერი არ დაცდენია ამ განკარგულების შესახებ, არ უთქვამს, რომ ის უკანონო განკარგულება იყო და უცებ რაღაც მოწმენდილცაზე დღეს გავიგეთ ამის შესახებ. ნუ ეს არის რაღაც ახალი ვერსია, რომელიც ეთყობა ეხლა შეიქმნა და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვერ განვითარდება. რატომ ხართ ასე დარწმუნებული? აი თქვენც ამბობთ, მართლაც 11 წელია ეს საქმე გრძელდება და აი ახლა მიიღეს უეცრად ასეთი გადაწყვეტილება. რატომ? როგორ ფიქრობთ? აი რატომ ასეთი გადაწყვეტილება? მოლოდინი სხვა იყო, მაინც რა თქმა უნდა, მაგრამ აი სრულიად სხვაგან წაიყვანეს ეს ყველაფერი. რატომ? რაში დასჭირდათ ეს ყველაფერი? ნუ მე ვთვლი, რომ როგორ გითხრათ, ნუ რაღაცა თავის დაცვის რაღაცა ესეთი სტრატეგია
სტრატეგია მოიგონეს კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ არც რიგით პროკურორს რომელიც დღეს საუბრობს ჩვენ ვერცერთი ვერ შევაფასებდით პრეზიდენტის განკარგულება იყო კანონიერი თუ უკანონო ამას აქვს თავისი პროცედურები და შესაბამისად ამაზე დღეს მსჯელობა 12 წლის წინ მიხეილ სააკაშვილმა კანონი რომ გამოცა ის კანონიერი იყო თუ უკანონო დღეს ამაზე მსჯელობა მე საერთოდ არ მიმაჩნია ნორმალურად ხო, ნორმალური არ არის, რა თქმა უნდა, მთელი ეს პროცესი. მე მიხეილ სააკაშვილზეც უნდა კითხოთ აუცილებლად, მას 9 წელი მიუსაჯეს ამ საქმესთან დაკავშირებით. მე წავიკითხე მისი წერილი, რომელიც დღეს ვივამედიდან გამოაგზავნა მიხეილ სააკაშვილმა და ამ შედეგს ზეიმობს სრულიად რუსეთი. ყველა საინფორმაციო ზეიმით იწყებოდა პრინციპში. აი რას აკეთებს რეჟიმი, რისი ჩვენება უნდა მათ კაცი რომელიც არის პატიმრობაში პრეზიდენტი საქართველოს პრეზიდენტი და მაინც აი ასე აგრძელებენ მასთან ასე ბრძოლას რა შეფასებას გააკეთებთ რითი ახსნით ამას ყველაფერს ნუ ამის შეფასება ძალიან მარტივია ხო ეს არის ჩვეულებრივი შურისძიება ადამიანზე, რომელიც წარმატებული იყო თავისი მოღვაწეობის პერიოდში და უბრალოდ დღევანდელი ხელისუფლების ელიტა ცდილობს შური იძიოს მასზე, ტალახი აწყოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს არის ძირითადი მოტივი მეტი არაფერი. ბატონ თემურ, თქვენ დააკნინოს მისი როლი ისტორიაში. კი ბატონო, თქვენ თქვით რომ გააგრძელებთ ბრძოლას და მე აღვნიშნე რომ ბრძოლის გაგრძელებას აპირებს პროკურატურაც. კიდევ ერთხელ მინდა რომ დავაზუსტო თქვენთან ეს საკითხი. ელოდებით რომ შეიძლება სააპელაციოში შეიცვალოს თქვენს მიმართ გადაწყვეტილება და ჯარიმა შეიძლება შეიცვალოს პატიმრობით? რა ვიცი, ამას მომავალი გვაჩვენებს. აფერს არ ველოდები. თქვენი მოლოდინი ამასთან დაკავშირებით არ გინდათ? მე მოხდეს, მაგრამ ხოლმე. რომ გაამხილოთ არ. ახლა მე ვთქვი კიდევ ერთხელ, რომ ოპტიმისტი ვარ და როცა დარწმუნებული ვარ, რომ მე აფერი განსაწინააღმდეგო არ ჩამიდენია, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს დავამტკიცო და პირველ რიგში ამაში დამეხმარებით თქვენ, მედია, ხალხი, საზოგადოება, რომელიც სიმართლის მხარეზეა და ჩვენ ერთად, ესე ვთქვათ, დავადგენთ სიმართლეს ამ საქმეს. კი, თუმცა აი ამის დამტკიცება, რომ თქვენ ხართ უდანაშაულო, ვერ მოახერხეთ ამ წლების განმავლობაში, ხო, რამდენი წელია თქვით უკვე გრძელდება ეს საქმე. აი ახლა როგორ აპირებთ? უბრალოდ ასე გააგრძელებთ ბრძოლას თუ რა გაქვთ რაიმე ახალი რაღაც გეგმა შემუშავებული, ახალი ტაქტიკა, აი როგორ აპირებთ რომ დაამტკიცოთ რომ უდანაშაულო ხართ? ნუ მე ვერ ვიტყოდი რომ თქვა ამ 11 წლიან ბრძოლას შედეგი არ მოყვა. ნუ ჩვენ გავიარეთ რაღაც ერთი ნაბიჯი, ეს ერთი ნაბიჯი იყო ის რომ შეიცვალა კვალიფიკაცია ჩვენი. შემდეგს მომავალი გვაჩვენებს გავაგრძელებთ ისევ ბრძოლას სასამართლოში. სხვა ჩვენ სხვა იარაღი არ გაგვაჩნია და სამწუხაროდ სხვა თამაშის წესები არ არსებობს სასამართლოზე, უნდა მიხვიდე და უნდა ისაუბრო შენს უდანაშაულობაზე, მოიყვანო ფაქტები და დაამტკიცოს და დაარწმუნო ამაში მოსამართლეები. და ბოლო კითხვას დაგისვავთ. აი კიდე ერთხელ რომ თქვა რა გზავნილია ეს მათთვის, ვინც ასრულებს ბრძანებებს. ანუ და თუნდაც ოცნების ხელისუფლებაში, ვინც და მათ სისტემაში, ვინც მუშაობს. რომ რა გამოდის, რომ არ უნდა შეასრულონ ბრძანება, თავად უნდა გადაამოწმონ, რევიზია გაუკეთონ ბრძანებას. თუ აი რა გზავნილია თუნდაც ეს მათთვის? ნუ ეს რა თქმა უნდა ძალიან სახიფათო გზავნილია ჩვენ ადრე მოისმინეთ რომ ყველა ადამიანს თითო ფინანსისტი უნდა ყავდეს ნუ ეხა ალბათ
შემდეგი ზონელი იქნება, რომ თითო იურისტი უნდა ყავდეს ყველა ადამიანს, ყველა განკარგულებას, ყველა სამხედრო იქნება თუ ის ჩვეულებრივი სახელმწიფო მოხელე. ყველა შემთხვევაში უნდა მიმართოს საკუთარი იურისტს, შეამოწმოს და ამის მიხედვით უკვე გააგრძელოს მუშაობა და ამის შემდეგ შეასრულოს ის განკარგულებები, რასაც ის მიიღებს. რა თქმა უნდა, ეს აბსურდში მიდის საბოლოო ჯამში და მე ვთვლი, რომ ერთ შემთხვევაში ესეთი პრაქტიკა ვერ დადგება ქვეყანაში. ხო, და არ ვიცი, ოცნების პირობებში ნებისმიერი რამ არის შესაძლებელი, მაგრამ ცხადია და ბრძოლას ყოველთვის აზრი აქვს და უნდა გააგრძელოთ თქვენს ბრძოლა და ადრე თუ გვიან დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ დადგება თქვენი გამამართლებელი განაჩენი. მაინც გკითხავთ, 300,000 ლარი არის ჯარიმა და რას აპირებთ და როგორ არის პროცედურა, მე არ ვიცი, გასაჩივრებამდე არის გადასახდელი თუ გააქვთ რაღაც ვადა და რას აპირებთ ამასთან დაკავშირებით? ალბათ საბოლოო შედეგამდე მაგაზე ზედმეტია ლაპარაკი. ალბათ საბოლოო შედეგს დაველოდებით და იმის მიხედვით უკვე წინასწარ ცოტა ძნელია თქმა, ხო? გასაგებია. მადლობა ბატონ თემურ, წარმატებები. დიდი მადლობა. რამის დამატება თუ გსურთ დაამატეთ, დრო არის თქვენთვის, რა თქმა უნდა, ხომ არ შეგაწყვეტინეთ აზრი. არაფერი. პირველ რიგში კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავხადო ყველას, ვინც გულშემატკივრობდა, მეც, მიხეილ სააკაშვილსაც. მადლობა მედიას, მადლობა იმ ხალხს, იმ პატრიოტებს, რომელიც ჩვენთან ერთად იბრძვის ქვეყნის კეთილი მომავლისთვის.